საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი არასამუშაო დღეს ჩანიშნა იმისთვის, რომ პირდაპირ ეთერში დამუქრებოდა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტს იმის გამო, რომ ის იბრძვის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ხელახალი არჩევნების დაანიშნვის მოთხოვნით დღეს კიდევ ერთხელ გამოვა რუსთაველის გამზირზე და მიმართავს საზოგადოებას. ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს ემუქრება დაჭერით, გისოსებით. ის აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს, თუ კი ის მოითხოვს ხელახალი არჩევნების დაანიშნვას. ირაკლი კობახიძე პირდაპირ ემუქრება სალომე ზურაბიშვილს ციხეში გამოკეტვით. ის აცხადებს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. როგორც ჩანს, კობახიძე არის სრულ პანიკაში, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს საზოგადოებას, რომელიც გადამწყვეტი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რადგან საერთაშორისო საზოგადოება, ასევე საქართველოს მოქალაქეები დღეს საქართველოს პირველ პირად სახელმწიფოს წარმომადგენლად ლეგიტიმურად აღიქვამენ და მიაჩნიათ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი. ვნახოთ, რა განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემ. ხელახალი არჩევნების დანიშნვის საფუძველი არ არსებობს ჩვენი კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად. გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილება, განცხადება იქნებოდა სრულიად კომიკური, თუმცა კომიკურთან ერთად ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც. სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი ჩანაწერები, რომლებიც ასეთი ქმედებისთვის ითვალისწინებს მრავალწლიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვიღაც ჭკვიანმა ურჩია სალომე ზურაბიშვილს ეს არ გაეკეთებინა. მან საბოლოო ჯამში ითხოვა ერთი დღე, დღეს 9 საათამდე და კიდევ აქვს მოსაფიქრებელი დრო ამისათვის. ნახოთ, ვინ გადაწონის, ვიღაც ჭკვიანი თუ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ არის ვიღაც ჭკვიანი. 29-ში მას მოუწევს თანამდებობის დატოვება. ნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას. გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. რომ 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება ასეთი სცენარის შემთხვევაში პრეზიდენტის რეზიდენციაში. სრული აგონია და პანიკა ამოიკითხეს პოლიტიკოსებმა ირაკლი კობახიძის ამ განცხადებაში. პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ ახლა ეგრეთ წოდებული ხელისუფლება შეშინებულია ისე, როგორც არასდროს ივანიშვილის რეჟიმს ეშინია საბოლოოდ ძალაუფლების დაკარგვის და ისინი აცხადებენ, რომ ფაქტობრივად დღეს გადამწყვეტი სიტყვა ექნება სალომე ზურაბიშვილს, ამიტომ ირაკლი კობახიძე ახლა სწორედ მისი განცხადებიდან იკითხება არალეგიტიმური ხელისუფლების პანიკა. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ეკაბესელიასაც, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტს ვერანაირი მუქარა ვერ შეაჩერებს, მასზე არ მოქმედებს ეს ზეწოლა მუქარა, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილის რეჟიმი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. მას ემუქრებიან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი იბრძვის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, იმისთვის, რომ ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ქვეყანაში აღდგეს სამართლიანობა და სალომე ზურაბიშვილზე ყველა ეს მუქარა, რომელიც დღეს გააჟღერა ირაკლი კობახიძემ, არ მოქმედებს და პრეზიდენტი კვლავ გააგრძელებს ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად. და როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს და ის ემუქრება პრეზიდენტს, გისოსებს მიღმა ურჩევნია დარჩენა თუ არა, ეს განცხადება პოლიტიკოსებისთვის არის ძალიან სასაცილო. სრულად და ადეკვატურად შეფასების უნარობა არის. ისინი ვერ გრძნობენ რა ხდება ხალხში, ისინი ვერ გრძნობენ რა ხდება საზოგადოებაში. ჯერჯერობით კიდევ გონიათ, რომ ეს არის რაღაცა ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც უბრალოდ ხელისუფლების ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს. ეს ასე არ არის. მთელი ერი დგას ერთად და მთელ ერს უნდა რომ ამ ქვეყანაში ვითარება დამშვიდეს, დაწყნარდეს და ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე. ჩვენ უკვე ვართ არანორმალურ მდგომარეობაში, როდესაც პარლამენტი ყავს, რომელიც პარლამენტი არ არის, მთავრობა ყავს, რომელიც მთავრობა არ არის და მათ აირჩიეს პრეზიდენტი, რომელიც პრეზიდენტი არ არის. უკვე დიდი ხანია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის დიდი თავის კივილი და ყველაზე დიდი პრობლემა ოცნების ჯგუფისთვის და განსაკუთრებით მიტაცებული ძალაუფლების შემდეგ. ალბათ უნდა გაეგოთ აქამდეც, რომ არანაირ მუქარა არ ჭერეს
პრეზიდენტზე და ასეთი განცხადებების უკან იკითხება მხოლოდ პანიკა. პრეზიდენტს დაემუქრო იმით, რომ მისი ლეგიტიმური ან კონსტიტუციური მოქმედება, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინტერესების და მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, რომ ამას მის საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ, ეს მხოლოდ შეიძლება ამაზე გაგვეცინოს. მათი დასასრული ძალიან ახლოს არის, იმიტომ რომ როდესაც რეჟიმი იწყებს ასე ლაპარაკს საკუთარი მოქალაქეების, სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიების, აქტიური მოქალაქეების შესახებ, ეს არის რაღაცა ერთგვარი აგონიის ის მომენტი, როდესაც დასასრული ახლოვდება. აი ამ მოქმედებებით, ძალადობის ესკალაციით, ჯალათების ქუჩაში გამოშვებით, დაუსჯელობით, უბრალოდ ახანგრძლივებენ გარდაუვალს. და რაც უფრო ახანგრძლივებენ გარდაუვალს, მით უფრო სასტიკი ხდება რეჟიმი. როდესაც რეჟიმი ასე სასტიკად უსწორდება მშვიდობიან მოქალაქეებს, ემუქრება სახელმწიფო ინსტიტუტებს, ამ შემთხვევაში უკვე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიიტანა შტურმი ირაკლი კობახიძემ, ეს ნიშნავს უკვე რეჟიმის დასასრულს, ასე მიიჩნევენ პოლიტიკოსები. დღეს ზუსტად 9 საათზე საღამოს რუსთაველის გამზირზე მოვლენების ეპიცენტრში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად იქნება საქართველოს პრეზიდენტი საოლმე ზურაბიშვილი. ამ განცხადების როგორც ჩანს ქართულ ოცნებას ძალიან ეშინია, რადგან რამდენიმე საათით ადრე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის დაჭერას და მისი ციხეში გამოკეტვას აანონსებს.